გამარჯობათ მეგობრებო, ახლის გამომწერებო კარგო ხმა. Მოკლედ ისე ბექასთან ვარ. წინა ვიდეო ვიცანახეთ. ედა ბექას გადაღებული ბექასთან სახელოსნოში. პროექტი კონდა გაეკეთებინა ესე დამბაჭა. ახლა მოიტანე. აი ესეთი კარგიანი დამბაჭა დამზადდა. ეს კაკლის ფესვი არის. ეს სპილოზვალია, აქა სპილოზვალი აქვს და ლულა აქვს ნაჭედი. მოკლედ, ამას მე გავიტანთ და ვისვით რა. ამიტომ ამაზე მე ცალკე ვილაპარაკებთ კიდე. სარემონტოდ მოუტანეს, ეხლა ისე შემოუვარე და ვნახე აი ესეთი სადაურია. ევროპული დამბაჭა არის ლულია. დამბაჭა რა, ამას ეს ლულიდან არ იტენებოდა. ამასაც დამბაჭებს ეძახდნენ. მაინც ხო არ იცოდნენ სხვანაირა იყო. მოკლედ მინდა ძალიან საყურადღებო ის არის რაღაც იარაღი და მინდა გაჩვენოთ რა. ანუ ნახეთ. აი ეს ზემო დამრტყმელი მექანიზმი ჩაკუჩები რაც არის, ამას რო გადმოწევთ. აი ეს გამოდის თვითონ თითი რაზეც რო გამოტვთ, კავი რა. აი შეყენებულ მდგომარეობაშია აი ესეთი. აი აქ ღილაკი, ღილაკს დააწვევით ეს იხსნება. ამაში დებოდა 2 ტყვია. მაშინ უნიტარული ვაზნის ჩანასახი ტყვიები იყო, ანუ ტყვია კი იყო ერთნაირი, ანუ ვაზნა. მაგრამ თვითონ რაც ამაში დებოდა, ზემოდან აქონდა პატარა ჩხირი, აი ხედავთ ამოჭილი იყო აი ამაში. პატარა ამოჭილი იყო და ამას ჰქონდა 2 ჩხირი ზემოთ ამოყოფილი. ანუ ესო ჩალაგდებოდა და ესე დაიკეტებოდა. მერე უკვე აი ესე მდგომარეობაში არტყავდა. და კიდე საინტერესო რაღაცა მინდა, რაღაცა ხო ძველი ყურე. აი ძალიან ისეთი რაღაცა ხალხი რას არა ფიქრობდა რა. ძველი როგორ გააკეთეს. ეს ხო სამიზნეა. შიგრო უმიზნებთ, ეხლა მე გამოიხედები. აი ამ ორ დამრტყმელ ჩაქუჩ შორის ვიხედები და ვხედავ აი ამ სამიზნეს. და უყურეთ, ახლა მოიტანე, აი აქ რაღაცა სავარცხელივით რო აქვს რა. აი აქ თიც მიაწვევით ესე. და შევიდა დამრტყმელი ჩაქუჩების ქვეშ. ანუ დაკეტა რა, ეხლა ესო გადახსნა და დაარტყას კიდევაც. ქვემოთ ვერ დაარტყავს. ის პატარა პისტონი იყო ამოწეული რა. დანარჩენი ხელში ნახეთ როგორ აჯდება. რო თქვა რომ ჯადუად არამე არა რა. მოსახერხებელი ეხლა ეს რითი იყო ღირსშესანიშნავი ესეთი არაღები. აი ეს მაგალითად ამაზე პატარაა. მაგრამ ამას უნიტარული ვაზნა არ აქვს. ანუ ეს ლულიდან იტენებოდა პატარა დამბაჭა. და ახლა მოიტანე. აი ამაზე პისტონი უნდა დამაგრებულიყო, აი სანადირო თოფიჟეველოს რო ეძახიან. ანუ ლულიდან იტენებოდა, ამაში მე უნდა წამოგეცოთ რაღაცა და მე ისროდა. ეს როგორ არის? ამუშავო? აბა. ეგ დაუნდობლად ვერ გადმოწია, მაინც რა ვიგო. არ შიგნიდან ახალი. ხო რა. მოკლედ ბექა ესეთ რაღაცებს არემონტებს. თუ სახში გიგდიათ ან ფიქრობთ რომ დაჟანგებული და გაუბედურებული, აი ეს გადაიწია, გამოყო და მერე დაიკეტა. ანუ აი ეს მექანიზმის ბექას გაკეთებულია. სულ ყველაფერი რა ფაქტიურად. ტარიც, აი ესეც მექანიზმი და ეს დავასრულეთ. ანუ ამაში წავალთ მერე ბუნებაში რო გავალთ ბექა და იგავს ინჭოთ კონტესტს. ვაჭეკოთ. მე ამას ვეძახი დაჭეკებას. აბა ეხლა იმ თოვზე ვილაპარაკოთ, აბა. ეს ფაქტიურად დასრულდა ეს თოფის მექანიზმი არის უკვე გზაში არის კეთდება. ხო, ანუ ეხლაც ნახეთ რა, ეს სპეციალური მიმდევრობაც არსებობს ესეთი რა, რომ ძველებური თოფი, ანუ ძველებური კარაბინი არა გვაქვს რამე ესეთი რო ვაჩვენოთ. თლიანი მოიტანე რა, რომ ვაჩვენო ხო. ანუ იმისი ასლია, ასლი როგორ თქვათ მოდელი, რომელიც მუშაობს. ანუ ამას რო საკეტი დაუყენდება, რაღაც აი ამ დაგვარი საკეტი უნდა დაუყენდეს.
სულთა იქნება აი ესეთი თოფის შეხედეთ აი ესეთი რაღაცა ეს არის სრულფასოვანი თოფი ეს არის იმისი ასლი ну ასლი როგორ მოდელი რა რამხელა განსხვავება აქვს ერთმანეთში ძალიან მაგარია რა და ესეთი ხო შეკოთითაც ამზადებს შეგიძლიათ შეუკვეთოთ მაგალითად რა ვიცი ახლა ამხელა თოფი თან რა არის ყველაზე მაგარი რომ მოქმედია რა მას შეგიძლიათ ჩადოთ ანუ რამდენ ხანში იქნება ეს უზეთ საათაც ერთ კვირაში ერთ კვირაში შეიძლება თოვლის გაზრდით ჩემთან ხოხში ავიტანოთ ესეც ვისურვოთ ნახოთ როგორ მიიტანს იმაზე რა სამი ზეცი რა ეს დამბაჩა გინახიათ სულიად მოქმედია ასე რომ ამასაც ვისურვით რამე ისეთ ვისურვოთ ან გოგრას ვისურვოთ ან ვაშს ვისურვოთ ან რა ვიცი და დიდი კარაბინი ხურცეს გამოგიყვება ხურცე მე წვადი შეწვდ გავსიჯო მოკლედ მეგობრებო აი ეს მინდოდა მეჩვენებინა აი ესეთი ძალიან საინტერესო ორლულიანი და უცნაურ საკეტიანი აი ეს სავარცხელიანი რა სავარცხელი ანუ ეს იქნება ერთი ალბათ 200 წლისა ხო მეტი არა შეიძლება მეტიც აქ რაღაც აწერია აწერა უცნობიტებულისა იმისი ოსტატის ო ესეთი იარაღები ქართულად არ ამზადდებოდა შეკვეთით დიდი ხელი ყונה დიდს გაიკეთებდნენ მიჩოვლები ყונה აი ნახეთ ძალიან მაგარი ძველი ხანჯალი წარმოიდგინეთ წინს პილოზვალი უკან კამეჩი ზრგა ეს ვერცხლია და ვიღაცა ვანდალს აუღია და ალბათ ღილებათან რაღაცა გამოიყენდა ეს ვერცხლები დააცალეს რა დგება ეგ ხო ეხლა რა არის ეს არის თვითონ მაგარი ნივთია და მე იყო ბავშვები ყავდათ რაღაცა და ბავშვის ხანჯალი ან დეკორატიული მე ბავშვის ხანჯალის ეძახდნენ მუზეუმშიც ერთსალდი ზუსტად ანალოგი ხო ნუ შვილს გაუკეთა ვიღაცამ და რაღაცა იმას პერაფე რაც ეწვა რა პატარა რაღაცა ეს ფოტოშურის აღარც იშუება აი ძალიან იშვიათად ისეთი პატარა გამოჩნდეს არა იშვიათადაც ამზადდებოდა ესეთი პატარა ხანჯლები იმიტომ რომ ფული უნდა ქონოდა რომ ეხლა ეს შეგეკვეთა გაგეკეთებინა და ახლა ბავშვისთვის ეხლა გლეხის რაღაცა ამას ვერ გააკეთე ქარქაშიც გვიმზად არის ნახევა აბა ნახე ქარქაშიც აი ესეთი ძალიან აი ზადდება და აი ესეთი რაღაცა იყო ამას თავი საკიდერი ექნება და ჩამოკიდებდნენ ადამიან ბავშვს რა ეხლა წარმოიდგინეთ ბავშვს უკეთებდნენ ხანჯალს ეხლა ესეთ რომ მოვიდა ესეთ რაღაცა დაგიჭირე ისეთაც ლარი გარიმა ადამიანები რომელიც ჩვილ ბავშვს ხანჯალს კიდევდნენ და მთელი ცხოვრება იარაღი დაუდიოდნენ მაგრამ აღარ დამბაჩა შევშვა აღარ ხანჯალი შევშვა და აღარ ხმალი შევშვა იმაზე საანგარიშოს გვერდზე უდევთ ხოლმე ეხლა ხანჯლები დაჯანგებული და გაუბედო ვაჭრებსავთ ხო და აი ესეთი კაცია რომელიც ეს რაღაცებს აკეთებს თუ გაქვთ ესეთი რა ვიცი არის თვითონ რომ პური დასაჭერია რაღაცა არის დეკორატიული ძალიან იშვიათი და მაგარი ნივთი არ გადაჭრათ რაღაც უბედურობაში არ იხმაროთ გამოიყენეთ ისე ან რესტავრაცია გააკეთებ და აგერ ამ კასთან მოდით ტელეფონს მე დავტოვებ ამ ვიდეოს ქვეშ რომ ნახოთ რა თუ რამე დაგჭიდათ არ ვიცი შეიძლება ეს გეგდოთ დაჯანგებული რომელიც არ აფუნქციონირებს და ამას მექანიზმი აქვს ცოტა ისეთი რა რთული მექანიზმი ხო რთული იმიტომ რომ ამას რო გადმოწევ წარმოიდგინე ეს სასხლტები გადმოდის ხო და რა თქვენ თუ არ ეჩალიჩო და რამე არ აქნათ და ტყვი არ ჩადოთ კიდე ესეთ ძველ რაღაცეებში და არის სულ არის შეიძლება თვაზე გადასკეთ და საშიში რა ძალიან მაგნე რაღაც გადასკეთ რესტავრაცია დაჟანგებული ო აი წარმოიდგინეთ ახლა მოიტანე რა მდგომარეობაშია თვითონ ეს მისული რა დონეზეა გაუბედურებული ესენია საბრძოლო ზამბარა არ უყენია ქვემოდან დარტყმაზე ეს როგორ ისნებოდა ეს სიგაროდეს აო ანუ ყველა ოსტატი თავის ვა ჭკვიანუთ არის ძალიან დამსხულოდია ყველა დეტალი ხო გამოჩედილი აი ეს გადმოდის და მე ამაში ტყვიები იდებოდა იკეთებოდა ანუ ეს იქნებოდა მე მოქმედ გახდი ამას შეიძლება ანუ იცოდეთ რა რომ აი ესეთ მდგომარეობაშიც კი ან შეიძლება მიწაში ან სავი სადმე ეგდო რა და გაუბედურებული თუ არის თუ
თუ რამე ძალიან არის დაზიანებული, ბოლო-ბოლო დეტალის გამოსვლაც ხო შეიძლება რა. ასე რომ მეგობრებო, რა ვიცი, აი ეს მაგარი ტოპი გაჩვენეთ, ყოფილი დაამბაჩა. თუ რამე ესეთი ჩავარდა კიდე ხელში, ხო? შენ ამასთან მოვაკმობებგასთან ძალიან ბევრი სარემონტო, სხვადასხვა უცნაური არის. ეხლა შემოვარი ისე, აი ეს პროექტი დავასრულეთ, ამაზე ვსაუბრობთ, კიდე ერთი პატროქიანი თოფის გაკეთებას ვაპირებთ და ვნახოთ, აბა როგორი გამოვა ეს. და სულ შემთხვევით ქონა კაც მოტანილი. ავიღეთ და აი თქვენც გაჩვენეთ. მინდა იცოდეთ, აი ესეთი იარაღები საქართველოში ძალიან ცოტა იყო. ეს უკვე რუსეთის იმპერია და ქართველებს მაქსიმალურად უგრძალებდნენ, რომ იარაღი ქონოდა და რაღაც. ის კი არა ხანჯლის ტარები დაგვიმოკლეს, რომ პორტიძია 13 ვერ ჩადიოდა. ამითი გამოგემშვიდობებით, აი ეს უცაბეთი ვიდეო იყო. გაჩვენეთ ეს ტოპი გაჩვენეთ, ეს აეწყობა და ამასაც დაუყენდება საკეტი, წავიდეთ და ვაყუხოთ. აღაზრდოთ შემდეგ ვიდეო. Obrigada, faccia, se spasmera, vinda da cielo.